კი ვიტყვი ოპოზიციასთან დაკავშირებით და აქვე მივმართავდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქალბატონო პრეზიდენტო თუ ინტერვიუზე დაგთანხმდებით რეაქციას მე მაქვს ძალიან ბევრი კითხვა მათ შორის აი მე რას ვშვებით რას ვაკეთებ თუნდაც სხვა რომ მე ასე დღე რომ არის თქვენს როლს როგორ ხედავთ ამ გაერთიანების მცდელობებში ამ პლატფორმებზე და როგორ ფიქრობთ როგორ უნდა დავდოთ შედეგი ბევრი კითხვა არის რომელზეც სიამოვნებით ვისაუბრებდი თქვენთან პირდაპირ ეთერში ესმასთან უნდა გადავიდე იცით მე როგორ ვარ ბევრჯერ მithქვამს ეს ახლა პირველად არ ვიტყვი ამას მაქვს ხოლმე ძირითადად ძალიან შემართული ვარ და ძალიან დარწმუნებული ვარ რომ ამ პროტესტის ფინალი იქნება აუცილებლად ძალიან შედეგიანი მაგრამ მაქვს ხოლმე ჩავარდნები რა ეს 1-2 ეთერში ნათქვა მეც მაქვს აი მქონია ასეთი დღეები ესმა გამიღვიძია და აღარაფერი აღარ მგონია რომ აი საერთოდ თავი მაქვს რომ საერთოდ ენერგია მაქვს და მე უცებ ჩავთავ ტელევიზორს და სასამართლოზე ვხედავ რომ გამოდის რომელიღაც ტყვე პოლიტიკური ტყვე და ამბობს ისეთ სიტყვებს რომ უცებ შეგრცხვება რომ აი რა დროს ხელების ჩამოყრა ეხა აკეთი წადის სამსახურში ჩვენ ტყვეები ყავს პირველ რიგში დასახსნელი და აი გური მირცხულავა მაგალითად რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი რომ ამბობდა რომ განურჩევლადო იმისა რა განაჩენი დადგება დღეს აქ ვდგავარ ამაყადო პროკურორს შეუძლია გაიმეოროს იგივეო გური ამბობდა და გური მირცხულავა და სხვა ტყვეები რომ ამბობენ რომ მე აქ ვდგავარ ამაყად მე უცებ შეგრცხვება რომ კარგი რა მიდი ახლა ნუ ხარ ჩამოყრილი ყურებით და ხელებით შე როგორ ფიქრობ როგორ უნდა დავიხსნათ ჩვენ ეს ტყვეები და მე გადავერთოთ მოდით პოლიტიკური პარტიების თემაზეც როგორც მათი ამომრჩევლები ინგა პოლიტიკურ ნაწილს ჩემი ფრაზის მოდი გადავიტან პოლიტიკურ თემას როცა დაიწყებ და ეს თავარი სათქმელი რაც იყო როგორ მოვედით ამ მდგომარეობამდე ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ არა მხოლოდ ვფიქრობ არამედ ჩემი კვლევის საგანიც ეს არის და ერთი წამი მინდა შევხედო, აი როგორ შევხედო, იცით ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ უკვე სტუმრებმა ადამიანებზე და ვისაუბრეთ აი ადამიანურ განცდებზე. შენც მოყევი, ინგა რომ შენ ხანდახან ძალა გეცლება, რა თქმა უნდა მეც 99 დღეა ყოველდღე შეიძლება არა, მაგრამ მე და ჩემი შვილი რაღაცა 60% მაინც თითქმის არ გაგვიცდენია და დღეები იყო რომ 1000 და უკვე 18 წლის გახდა და დააჯარიმეს კიდევაც 5,000 ლარით და ასე შემდეგ. მაგრამ ისიც თქმა მინდა რომ მოდი მე ხა შევხედავ როგორც კულტურის მკვლევარი და ერის მეხსიერების მკვლევარი და შენ ესეთი ფრაზა შეკითხვა დასვი. შენ დასვი რომ როგორ შეიძლება დაბიხსნა და ეს სიტუაცია. საოცრება ის არის რომ ამხილა მასშტაბის ფინანსური შესაძლებლობის ადამიანს ვისაც ახლა ყველა ვსაუბრობთ. არის ივანიშვილი, სცენარის ავტორი ამ საქართველოს უახლესი ისტორიისა. არ მივაყენებ მის განათლება შეურაცხყოფას, მაგრამ გვერდზეც არ აღმოაჩნდა არავინ, რომ თუნდაც ვიღაცისთვის ეკითხა, რომ არსებობს დროის მანქანა რო გადაახვიონ, მაგალითად 20, 30, 50 წლის შემდეგ რა შეიძლება მათზე თქვან. ეხლა რა თქმა უნდა ვიღაც ოცნების მომხრე მეტყვის რომ რას იტყვიან ნაცზე, ეხლა ნაცურ მას ნარატივს აჟღერებ და არა. ნაცი ჩემთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ არის. მე ხარ საუბრობ ერის ერთიან სხეულზე, რომელსაც იბანიშვილი მაკრატლი ჩუაზე ჭრის. პირდაპირ საიდან დაიწყო ეს დახლეჩვა ერის გადავახვიოთ აი რამდენიმე წლით ადრე ჯერ მოდი ესე ვთქვათ რომ ნაცების უკან ივანიშვილი იდგა ქველმოქმედი უჩინარი ქველმოქმედი რომელიც ყველაფერს აფინანსებდა და მისი ეს ხელწერა რაღაცნაირად ყველა აქებდა თვითნაცებიც აქებდნენ და ვთქვათ რომ ის არასოდეს არ იყო სადღაც და დღეს ივანიშვილი გამოვიდა სცენაზე გამოიტანა ეს თავის ფინანსების და გამოიტანა თავის ამბიციებიც ყველაზე ცუდი ის არის ინგა რომ მას არავინ არ ეუბნება რომ გავაწლები და აუცილებლად აი ჩემსავით მკვლევარი ვინც იკვლევს საქართველოს ისტორიას და კულტურას აღმოაჩენს რომ მისმა პოლიტიკამ საქართველოს ეროვნული სხეული გაჭრა შუაში და ეს გაჭრა ეს არის ერის ეროვნული სხეულის დახლეჩვა რომელიც აი ესე სულ წვეთ დაწყებული ევროპულ კოსტიუმში გამოწყობილ ქალაქის მერისგან რომელიც ყველა სიტყვას იწყებდა იმით რომ მე ჩაიქეთ შეიძლება ეცვა ყველაზე ბოლო მოდელი ვთქვათ ევროპული სამოსი და იქვე ეთქოდა ევროპა რას გვიშვება ანუ წარმოვიდგინეთ ქალაქის მერი მისი ყველა პოლიტიკოსი
თან და თან ევროპელისგან ჩამოაყალიბეს კაბიანი მახინჯი არსება, რომელიც მოვა უშიკიშვილს და ქართული ტრადიციების ადამიანებს რომ ღერიან შეუჩიჩხინებს ჩოხა გაიხადე და წამოდით ეხა ჩვენს დღეს ანუ ნახეთ აი ეს შექმნა მეორე ნაწილი გვეუბნება ჩვენ აუცილებლად რომ ჩვენი თავი უნდა გვეყუდნეს და რა ის ევროპა და ამერიკა და საერთოდ ნანუკა რა გვინდა მეზობელი მარტო უნდა ვცხოვროთ ჩვენ ხო კუნძულზე უნდა ვიცხოვროთ ამასობაში გაშლილი აქვს ხელი კრემლისკენ და კრემლის შენ აი აქ მოგდი საბჭოთა კავშირი არ დაშლილა ინგა და ამ საბჭოთა კავშირის ნარჩენია შენ დასვი კითხვა როგორ შეიძლება ეს ყველაფერი წავიდეს ადამიანური ტრაგედიები და ადამიანური სევდით არ მოგაბეზრებთ, თორსა პირდაპირ გეტყვით, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. იმიტომ რომ ერი თუ მისთვის არის სტატისტიკა, ერი არის ერთიანი სხეული, ჩვენ ყველასგან შევდგებით. ჩემი კვლევების და პარადიგმების მიხედვით ასეა. ერთი კულტურის კვლევარი რა გახდა რომ მიეწვია და ამას აუხსნიდა, რას აშავებს ეს კაცი, რას აშავებს და როგორ აშავებინებს თავის გულს. ჯერ თავისი მომხრეები კორტიზოლით გაჟღინდა, კორტიზოლი შიშის ჰორმონია და დაშინებდა კორტიზოლის პარტიას ვეძახთ. ომი მოდის, აი ეს ყველაფერი ევროპელი მოდის, ომი მოდის, ანუ ევროპელი მოდის და კაცობას წაგართმევს, თან ომი მოდის, ანუ საშინელებაში აცხოვრა. მაგრამ ერი არის ძალიან ჭკვიანი სხეული, ინგა და აუცილებლად, აი არ არსებობს ისიც კი ეხა ვინც არის ქართული ოცნების მხარეს, დაგვცინის მეც, ჩემ შულსაც ორკებს გვეძახის, რადიკალებს გვეძახის, ძალიან ახლობლებმა თქვენს რომ ფულს ვიღებთ ყველაზე როგორც თქვენზე და ტროლების შემოსევა ხოლმე და ანდროე ჭიჭინაძის დედა შემოვიდა ამას წია და შენ კედელზე რა ყოფილაო და ვიცი რომ ხდება ჩემ კედელზე. მოდი ასეთ რამეს ვიტყვი. აი ყველას ჩვენი წილი და ნუ კამდე საქმეს აკეთებს შე როგორ ეხმარება მე ერთხელ დავუწერე რომ ყველა ეს ბავშვი ვისთანაც მას თუნდაც აი თანადგომა ქონია ყველა სამშობლოს დაუბრუნებს და ეს ძალიან მაგარია ნანუკა და ტვირთიც არის და სამშობლოსო დაუბრუნებს ეს შენი დაბრუნება დამიჯერე ხო ვიცი რომ შენ არ ელოდები ქვეყანას დაუბრუნებს ერს ერჩის ერის დახლეჩვა ჯერ არავის არ შერჩენია ინგა აი ეს არის მთელი ისტორიის მანძილზე და ერი დღეს რა არის აი რომ მოიკითხოს ადამიანმა არის ერი არის ნახე რელიგიური იდენტობა აღარ არსებობს მონარქიული იდენტობა აღარ არსებობს და ჩვენ ერთადერთი სიწმინდე დაგვჭა ეროვნული იდენტობა და ეროვნული იდენტობის მკვლევრები ამბობენ რომ ეროვნულობა ნაციონალიზმი ეს არის სეკულარული რელიგია ის რელიგიას ებრძვის ჩვენში ანუ სამშობლოს სიყვარულს და ეს ბავშვები გამორიცხულია გააჩეროს აი ეს ფრაზა რომ ვინმე მიუტანოს მე და დათო მუცხეტიძე სულ შაყირობთ ხოლმე უფასო ლექციებს ჩაუტარებთ იქნებ რომელიმე მოეყოს ხო იცნობ მასში მას მე ვიცნობ და მე ზუსტად ვიცოდი რომ ამას ის გააკეთებდა წლების წინ და ამაზე აუცილებლად გააკეთებდა რადგანაც მე პირადად მაქვს მისთვის ნათქვამი და შენ იცი რომ რაც მაქვს ნათქვამი მე მას უთარგმნიდი ერთ-ერთ უცხოელ ჟურნალისტის გამო მის ბიოგრაფიას და მე როდესაც შემოთავაზა მასთან მუშაობა ჯერ არავინ არ იცნობდა ბიძინავეში მე ვთხარი მე თქვენ თახფულს არ გამოგართმევთ თქვენ რომ არ რაღაცნაირად მივხვდი რომ მასთან მუშაობა არ შეიძლებოდა წლების მერე კი მე ძახა მისმა გარემოცვამ რომ ნაცი ვარ მაგრამ მიშამაც კარგად იცის როგორ ვაკრიტიკებდი ასე რომ მათი სიტყვა მათთან დაჭერა ამიტომ მე მეცოდებია და შენ რომ ამბობ როგორ შეიძლება აქედან გავთავისუფლდეთ მე პირდაპირ გეტყვი ერი არის სულიერი არსება. ეს რენანმა რომ თქვა ილია ჭავჭავაძე მაიტაცა, ერის მოკლა გაგუდვა დაჩეხვა მისი ნება არ არის. მას შეუძლია ხო შეიძლება ყველაფერი იყიდოს. იყიდოს დროის მანქანა, გადაახვიოს 50 წლის შემდეგ, ნახავს რომ ეს ბავშვები იქნებიან იდეალური საქართველოს, იდეალურ სათავეში და აი რომ გადაახვევენ, მე მიხვდება რას აკეთებდა. ეხა ვერ ხვდება შეიძლება რას აშავებს მიხვდი. მას მე კი არ ვიცავ, მაგრამ ნახე იმ დონეთ არც ყურიც კი არ აქვს შეუშვას ან ვინმე მუთხრას და დანარჩენები ხა გარემოცვა ინგა შენ ჩემზე კარგად იცი ნუ გარემოცვა ხო ასევე შენი კითხვაზე პასუხი გაცემული მაქვს საქართველოს აუცილებლად გადარჩება რომ საქართველოს ცოცხალი ეროვნული სხეული ამათ გამო არ დაიღუპება ხო არა ყველა აქცია ყველა საპროტესტო დღე ამაზე მეტყველებს ხო რომ შიში როგორც ასეთი შიშის ფაქტორი არ არსებობს ადამიანებს წარმოუდგენ რეპრესიებს უწყობენ ესეც არაჩერებს და დღეს თუ შეიძლება სიტყვაზე ვამბობ პირობითად 100 ადამიანი იდგეს ეხლა აი ამ რაღაც ლოზუნგით ან 1000 ან 5000 ხვალ უცებ 300,000 და 200,000 გამოდის